დამნაშავე ცნეს და 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეებზე. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა. განაჩენი დღეს საქალაქო სასამართლოში გამოცხადა, ხაბეიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. საქართველოში დემოკრატიული უკუსლვა და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა გრძელდება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი აცხადებს. კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული ჩამოშლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ და გაფრთხილებით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული უკუსლვა ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირების წინააღმდეგ ზეწოლა შეუჩერებლად გრძელდება. კომიტეტი მიუღებლად აფასებს ინიციატივას, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვასა და მათი ლიდერების სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით ითვალისწინებს. მონიტორინგის განცხადებით აღნიშნული ქმედების გაგრძელება საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არაპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყანებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზიდან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე. აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ. განვიხილოთ ტერიტორიები როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვიხსნება ევროკავშირის კარიბჭე. ეს არის 21 საუკუნის დანაელთა ძღვენი, წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიჰას განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა უკრაინის ინიციატივა და კიევს გეოპოლიტიკური ინტერესი გააჩნია. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს შესახებ შვედეთში, ქალაქ ლუნდში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. ანდრეი სიბიჰამ აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ტურბულენტობა უკრაინის არჩევანი არ ყოფილა. მან მაკაბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელი იქნება. ოკუპირებულ ხურვალეთში ვალია ვანიშვილს დღეს დააკრძალავენ. ვანიშვილების სახლში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ოჯახის რამდენიმე ნათესავი და ახლობელი მავთუხლართებზე დადებული ფიცრით შეუშვა. ვალია ვანიშვილი 18 მაისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის დათა ვანიშვილის სოლი იყო. ვანიშვილები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მათი საცხოვრებელი მავთუხლართებით გაყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია. ის 2021 წლის 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1 ივნისიდან სრულყოფილ ფუნქციონირებას შეძლებს სამმართველო, რომლის ფუნქციაც სივრცეში კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება. სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნქციონირებს. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით პიროვნული თავდასხმები არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა არ შეიზღუდება თუ კი ეს გამოხატვა რაიმე საზოგადოებრივ მოვლენას შეეხება. თითოეული კრიტიკა თავდასხმა იქნება უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას. ამ შემთხვევაში უკვე ერთვება კანონი, ამბობს მინისტრის მოადგილე. დარახველიძის თქმით, ამ სამმართველოში თანამშრომლების შერჩევის დროს გაითვალისწინებენ გამოცდილებას და ამის მიხედვით მოხდება მათი დასაქმება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით პირველი ეხება საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების ფაქტს. კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულია 2 პირი, კერძოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა და ამავე ერთეულის მთავარმა სპეციალისტმა წინასწარი შეთანხმებით მოქალაქისგან ქრთამი აიღეს, რის სანაცვლოდაც შეპირდნენ მფარველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ
მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში. მეორე ფაქტი ეხება მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დანაშაულს, კერძოდ სამეგრელოზე სვანეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი, აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ექიმი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 2 სხვადასხვა ადგილას მოქმედი აფთიაქიდან სისტემატურად შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. რაც შეეხება მესამე ფაქტს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით დააკავეს ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, გამოძიების თანახმად ბრალდებული საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.